როდესაც რაღაცა სერიოზული დაავადება გჭირს, ამ დაავადებას აქვს ასევე გვერდითი სიმპტომები. შეიძლება განგრენა გჭირდეს და ამ დროს მაღალი სიცხეც გქონდეს. მაღალმა სიცხემაც შეიძლება მოკლას კაცი, მაგრამ თავარი ამ შემთხვევაში არის განგრენა, ხო? შენ ერთი მსხრივ ერთდროულად რა, უნდა თან უმკურნალო თავარ დაავადებას და თან გვერდის სიმპტომები ხო არ არის ისეთი, რომელიც მის ცხოვრებას აი იმ მომენტში ძალიან აუტანელს ხდის. აი ტკივილი არის მარტივი, ხო? ტკივილი შეიძლება თვითონ ესეც ცალკე აღებული დაავადება არ არის, უბრალოდ ტკივა და იმის მაჩვენებელია, რომ სადღაც პრობლემა გაქვს, მაგრამ აი ტკივილ გამაყუჩებლის მიცემა, ხო? ასევე ჩვეულებრივი ამბავია და სწორი ამბავია, ხო და ზუსტად ეგრე არის მყისიერი პრობლემები, აი საცობი, წამლის ფული რო არა აქვს, რაღაცა საჭმელი, განათლება, აი უცებ იმ მომენტში რაც გტკივა ადამიანს, ჩვეულებრივ მოქალაქეს. ეგ არის ერთი დონის პრობლემები. მეორე დონის პრობლემები არის რამაც გამოიწვია ეს ტკივილები. თავარი მაინც ეს არის მოსაგვარებელი. აი ეს რამაც გამოიწვია ეს ტკივილი, სიცხე, გამონაყარი და ასე შემდეგ. ჩვენი საუბარი მარტო ახლანდელ ტკივილებზე ვერ იქნება. მაშინ გამოდის რომ გატყუებთ და ამას უცებ ტკივილის გამოყუჩებას გაგიკეთებო, მაგრამ დაავადება დაგრჩებაო. ჩვენ უნდა შევთავსოთ ერთმანეთს ტკივილ გამოყუჩებელი თემებზე საუბარიც, აი ეხლა რაც გვაწუხებს და ძირეულ თემებზე საუბარიც, რომლის აღმოფხვრაც მე ტკივილსაც გააქრობს და იმ ყველა პრობლემას, რომელიც ახლა მეტნაკლებად გაწუხებთ. ტკივილს თუ გავაყუჩებთ, კარგი, მაგრამ განგრენის დაიწყება არ შეიძლება. განგრენა არის რომ სასამართლო არ გვაქვს, პრივატიზაცია გასაკეთებელი, განათლების სისტემა შესაძლებელი და ეგეთი თემები რა, დიდი მსხვილი თემები, რომელიც ძალიან ძნელია ადამიანს გადაუთარგმნო მის ყოველდღიურობაში უცებ რას შეცვლის.